მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ვინც ჩემი ხელები და ხმა იცანით, ეს არის ჩემი ახალი არხი, ტარო ნინიადან გადმოვედი აქ, ფისოებით, YouTube-მა ასე ინება, ჩვენ ზეძალებს ვერ შევეწინააღმდეგებით, მადლობთ ვინც გადმოხვედით ჩემი პირველი არხის გამომწერები და გამოიწერეთ არხი, ანუ ის არხი ისევ იქნება ჯერჯერობით, სანამ მოვაწესრიგებ და ცოტა დრო უნდა მიხვდებით, მადლობთ გაგებისთვის, მადლობთ ყურადღებისთვის, მადლობთ რომ ესე გიყვარვართ და ასე ყვარები ვართ კიდე. მეც ძალიან მიყვარხართ და ვცდილობ რომ არ ჩამორჩეთ ტემპს, ნელ-ნელა ვინც ლინკ, ყველას გადავუგზავნე ლინკი, თუ კი ვინმესთან გაქვთ შეხება რომ რეკომენდაციით იყო ჩემთან მოსული, ჩემს არხზე ან პირად გაშლებზე, თხოვნა მექნება ჩემო გამომწერებო რომ გააგებინოთ ისევ თქვენს მეგობრებს და შემოგვიერთდნენ ამ ახალ არხზე. ჩემი ნომერი იგივეა 595 53 47 47. უბრალოდ ის არხი, პირველი არხი იგივენაერად ტარო ნინია იმუშავებს, ჯერჯერობით და ყველა რიტუალი ჩემო გამომწერებო თქვენთვის რეზონირდება ისევ და ისევ, სანამ მე თვითონ არ გავაუქმებ. და ვაპირებ აქეთ გადმოტანას და ამას ხო ცოტა დრო უნდა. ეხლა მოდით ჩავწეროთ ჩვენ 3 დღის პროგნოზი. აი ეს ცვლილებები რომ შემოგვიტანა სამყარომ, ესე იგი ესე იყო საჭირო რომ მეორე არხზე უნდა გადმოსულიყავით, ჩემო მეგობრებო, სტუმრებო, შემოგვიერთდით, არ ინანებთ, ძალიან ბევრი საინტერესო გაშლები და რიტუალები გელოდებათ, რომელიც ქართველებს და საქართველოში ესე ხშირად არ არის და ძალიან კმაყოფილები დარჩებით. დავიწყოთ პირველი დღე. აი ეს პრობლემები რაც არის ხო შემოსული, ჩემ თავზეც გულისხმობ, მიდის ნგრევაში, მტრებმა ვერ გაიმარჯვეს, ჩვენ დავამარცხებთ პრობლემებს, ესე იგი, რასაც მტერი ელოდებოდა რომ ჩვენ ესე ვიჯექით და გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით და ვართ, ხო? პირიქით, გოგოებო, ბიჭებო, აი ესე სამართალი მოხდება და რა თქმა უნდა ჩვენ გავიმარჯვებთ ყველანაირ სფეროში დღეიდან ესე იგი სამყარო გვეუბნება, მე ხო ვკითხე სამყაროს გვესაუბრება რომ ნუ შეშინდებით, გააგრძელეთ მოძრაობა, დაჯდომის და გაუნձრევლო უმოქმედობის დრო არ არის და გადადგით ახალი ნაბიჯები, იქნება სამართლიანი, მოგებაში წახვალთ. ნახეთ მსოფლიო, ეს ინტერნეტიც არის, ეს არის ის შეიძლება შორიდან ვიღაცა ელოდა რომ აი მართლა იმედგაცრუება ან წყვილები დაშორდით, ხო? მაგრამ მერე ნახეთ რა არის ის თვითონ ნანობს, შეიძლება მოსვლა უნდა, მაგრამ თქვენ უკვე აღარ მიიღებთ და ეს ნამდვილად სამართლიანი იქნება. იმიტომ რომ დიდი ხანია ეს გაურკვეველი სიტუაცია გაქვთ ურთიერთობაში. ასევე თანამშრომლებში, ასევე სამსახურში წინსვლა გექნებათ. ეს არის გადასვლა, როგორც მე გადმოვედი ახალი სამსახური, ხო? აი ესეთი სიტუაციაა, მიხვდით, ხო? თქვენც მოულოდნელად რაც წავა თქვენგან, ვინც წავა არ ინანოთ, არ იდარდოთ, ჩემო კარგებო, ყველაფერი იქნება წინ, გამარჯვება, გახარება და უფრო, ესე იგი, ბევრი ხალხი გაგიცნობთ და მეც, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ ხალხთან გვექნება კონტაქტი, ახალი თემები, ახალი საქმე, ოჯახი, მეგობრები და ასე შემდეგ. აბა ვნახოთ კიდე. კი, აი ზუსტად ნახეთ, შორიდან და დიდი ხანია ვიღაცა იბრძვის, არაკეთილის მსურველი თქვენზე და ჩემზე, მაგრამ არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ჩვენს ხო მოქმედობაში არ დავჯდებით, ავდგებით და შევებრძოლებით, რომლებსაც დავამარცხებთ. ძალიან კარგი. გასაგებია, ეს იყო პირველი დღე.
ეხლა გადავიდეთ მეორე დღეზე. რა იქნება აბა სამყარო რას გვეტყვის? რასაც წერთ, რასაც ველოდებით, ჩვენი სამსახური, ჩვენი ოჯახი, ჩვენი ეს უფრო გარე სიტუაცია, უფრო საზღვრებს გარეთ სიტუაცია, გოგოებო, ბიჭებო, მამაკაც, ან თქვენ მამაკაც არ აქვს ეს ფინანსები და ან არ გამოუყვეს ის, რასაც ელოდით, ან კრედიტებს ელოდებოდით, ბანკში გაქვთ საქმე, ხო? ან ბინა გაქვთ ბოლოს და ბოლოს ნაყიდი, ან გაქირავებული, მოდი ესე ვთქვათ, ან სწავლობთ, ხო? ნებისმიერი ან ცივი უნდა ქვია, ხო? ცივი უნდა შეიტანოთ, ხო? ან შეტანილი გაქვთ და ელოდებით და აი ეს გაჩერებული სიტუაცია, ხო? გაიგებთ ახალ ამბავს, ისევ ინტერნეტიდან, ისევ ჰაერიდან შემოდის წყალივით გამართლებული, შეიძლება ახალი განახლებული სიტუაციებიც კი შემოგივიდეთ, გააგრძელეთ მუშაობა, არ დანებდეთ გოგოებო, ბიჭებო, სამყარო გვეუბნება რომ ნამდვილად იბრძვის არაკეთილის მსურველები, გოგოებო, ბიჭებო, თქვენთანაც, მაგრამ ზემოთ უფალი გვეხმარება. უკაცრავად უფალი გვეხმარება, სამყარო გვეხმარება, რასაც ჩვენ ეხლა ვაკეთებთ და თავიდან შეიძლება ნოლიდან დავიწყოთ, ხო? აი როგორც ეხლა ჩვენ ახალ არხზე ერთად, ხო? ჩემთან ერთად ხართ მეგობრებო. აი ეს ოჯახიც გავზარდოთ, ხო? აი ესეთი სიტუაციები არ მიაქციოთ, არა, მტერი ვერას დაგვაკლებს, მოდი ესე ვთქვათ, და ბრძოლას თავს დაანებებს და ჩვენ კიდე იმისთვის ვიბრძოლოთ, რომ გამოვიდეთ აი ამ სიტუაციიდან, შეჩერებული, ესე იგი, რომ უნდათ არაკეთილის მოსურნეებს, რომ ფინანსებში კრახი განგეცადათ, ხო? გოგოებო, ბიჭებო, უნდა იბრძოლოთ, აი რას გეუნებათ, უნდა იბრძოლოთ, რომ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და სამყარო გვეუბნება, მე თქვენს გვერდით ვარ, ასე რომ არ შეშინდეთ. აბა ერთი ზოლიც დავამატოთ. ეს არის მეორე დღე. წარსულიდან ნამდვილად კი წარსულიდან იბრძვის და უნდათ რომ შეეშინებინეთ, მიხვდით ხო? შიში ქონოდათ, რომ თქვენ შეგშინებოდათ, გოგოებო, ბიჭებო, მაგრამ არ გამოუვიდათ, იცით რატო? თქვენ მედგრად ადგებით, გოგოებო, ბიჭებო, და განაგრძობთ მუშაობას. ტარო გეუბნებათ, რომ თქვენ თვითონ გიჭირავთ თქვენი სამუშაო იარაღები, ატრიბუტები, თქვენ თვითონ ხართ თქვენი ცხოვრების მჭედელი, მიხვდით ხო? მე რა რო აქ ბიჭი ხატია, გოგოების სულიერებაზე ვამბობ, უკან ნახეთ ცხენი, რამ ხელა ძალა გაქვთ, უყურეთ, ადექით იმუშავეთ, მოაჯექით მერე ცხენს, თქვენს მანქანას და შეიძლება ვინმეს მართლა ცხენი უყვარს, კაცო, ან ფერმაში ხართ, ან სოფლად ხართ, ხო, მერე რა, ცხენზე მეც ვგიჟდები და ადექით მერე და ეს ცხენი მიწიერადაც და როგორც ინტერნეტის საშუალებით, ბევრს ესე აქვს სამსახური, ადექით და თქვენი ნამუშევარი, თქვენი ინფორმაცია გაიტანეთ და გაყიდეთ. მიხვდით ხო? არ შეშინდეთ. ესე იგი, თასების მამაკაცი გეხმარებათ და ბიჭებო, თქვენც გეხმარებათ და ეს გოგოებო შეიძლება თქვენი ახალი ნაცნობია, ახალი პიროვნებაა. ამას მეუბნებიან, რომ კიდე უნდა დავაზუსტო, დავამატებ. კი, ეს რა არის, იცით? რაც ესე იგი დიდი ხანია და შორიდან მოდის ეს დავა, რაღაცაშია დავა, ფინანსებს ეხება კონკრეტულად, დღეს თუ ფინანსებზეა საუბარი, რატომღაც სამყარო მას ეინება, გტკივათ თავი ეხლა ჩვენს არაკეთილის მსურველებს ეტკინებათ, აი ვინც ბეჭედზეც მიცანით, მე ვარ ნინია ვარ, ხმაზეც, ხო, ჩემო გამომწერებო, აი უყურეთ, ეხლა თქვენს მტრებს ასტკივდებათ თავი, თქვენი მტრები დაისჯებიან, ჩემიც რა თქმა უნდა, რაც ესე იგი თქვენ რომ მუშაობდით და თქვენს საქმეზე ესე იგი წინ ჩადგნენ, ჯოხები და ხმლები ჩაგიყარეს, ეხლა თვითონ გაიჭედებიან აი ამ შუაში, ვეღარ გამოვლენ სიტუაციიდან, გაოცებულები და გაოგნებულები იქნებიან. თქვენ კიდე ჩემო გოგოებო და ბიჭებო, მეგობრებო, უყურეთ
მეტ წინსვლა, გარღვევა, ახალი ხალხი, ახალი სიტუაციები, იმაზე კარგი სიტუაციები და ცხოვრება დაგეწყებათ და გაიხსნება აი ამ რაღაცეები ამ დღეებიდან, რომ აი თქვენ თვითონ მოგისმენთ ხალხი, მიხვდით ხო? თუნდაც ოჯახში სტუმარიც რომ მოვიდეს, თქვენც რომ მიხვიდეთ ხო? ისეთი აი შეცვლილი იქნება სიტუაცია, რომ თქვენ თვითონ განცვიფრებული და გახარებულები იქნებით და ის ხალხიც თვითონ დაგელოდებათ, თუნდაც სამსახურებში, მიხვდით ხო? აი ყველანაირი სფერო გადაათამაშეთ თქვენ თავზე. ეხლა ცოტა რა არის, იცით, ვინც ახლა თავიდან დაიწყებთ ნოლიდან რაღაცას, ხო? თუნდაც ურთიერთობას, ამ ურთიერთობაც ბიზნესია, საქმეა, ყოველდღე უნდა გააღვივო, ყოველდღე უნდა შეეჩვიო, ყოველდღე უნდა ისწავლო, ერთმანეთს უნდა შეეჩვიოთ, ხო? აურა უნდა შეეჩვიოს, ენერგეტიკები და ესეც მუშაობაა, ასე რომ თუ ვინმე სადმე გადასვლას და გადმოსვლას აპირებთ, ძალიან კარგია, მაგრამ მე გეტყვით, რომ თუ ვინმეს შეშლა გქონდათ ხელი ან საზღვარგარეთ გამგზავრების, ან შვილთან, ან შვილიშვილთან, ან საყვარელ ადამიანთან, ხო? ესე იგი, თუ არ გამოგივიდათ, შეხვდით და არ გამოგივიდათ სიტუაცია, იმას გეუბნებათ, რომ დაანებეთ თავი, არ ინერვიულო, ახალ გზებს მიხედე, მიხვდით ხო, ახალი გამოსავალი ახალი გზები გაგეხსნება. არ ინერვიულო, აიბარგე, ნოლიდან დაიწყე. ძალიან კარგი, მადლობა მეორე დღეს და ნახოთ ახლა მესამე დღე. ხედავთ სამყარო როგორ გვესაუბრება, მეგობრებო? მანამდე მოიწონეთ ვიდეო, სტუმრებო, მოგესალმებით, გამოიწერეთ არხი, არ ინანებთ, აი ნახავთ მაქსიმუმ 10 დღეში როგორ განვითარდება ჩემი ახალი მეორე არხი, ძველი არხიც მაქვს, ისიც ტარო ნინია, იქ სხვა გერბია და შეგიძლიათ იქაც გადახვიდეთ და სანამ არის რიტუალები, იქაც უყუროთ, მაგრამ აქ ახალი ვიდეოები და ახალი გაშლები და რიტუალები აქ დაიდება. მოდით ახლა შევეკითხოთ სამყაროს მესამე დღე. 3 დღის პროგნოზი ხო გვინდა ჩვენ მოკარგებო, ხო? ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე ლინკები დავტოვეთ ჩემს პირველ არხზე, გოგოებო, ბიჭებო, ყველას ჩაგიგდეთ, ტელეგრამშიც ჩაგიგდეთ. ტერსის დავიწყდა, რომ მე კონტაქტებს ვერ წამიშლიან და ჩემს ნომრები მიწერია და სულ ასე აი ეს ვერ გაითვალისწინეს ეთყობა. ნუ ხვდებით ხო, ხა არ მინდა აქ ესე მასშტაბურად რო ვისაუბრო, ხო? ნუ რა ვქნათ, ხდება ხოლმე ახლა ხდება ხოლმე, შევიცოდოთ, ნუ რა ვქნათ. ესე იგი, გოგოებო, ბიჭებო, აქ ვიღაცას აქვს, ეს არის მესამე დღის პროგნოზი. ძალიან ცხელი ურთიერთობა, ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა, რომ იზიდავს ერთმანეთს ადამიანი, მიხვდით ხო? და ასევე რა არის, იცით, წარმატება გაქვთ ურთიერთობაში, წარმატება გაქვთ სიყვარულში, ვისაც ახალი ნაცნობობა გაქვთ, ან აპირებთ და გეეჭვებათ. აქ ცოტა ბიჭი არის ეჭვიანი, ნუ ეხლა მესაკუთრეა, გრძნობ ძალებს და აქ იცით რა არის, აი ცხრიანში გადიხართ, თქვენი ნაყოფს მოწყვიტავთ, თქვენს ნამუშევარს მოწყვიტავთ და კიდე ავხსნი, რომ გოგოებო, ბიჭებო, აქ ვინც ესე იგი მუშაობას ეხება, კარიერას ხო, ბიზნეს, ვინც ესე იგი მუშაობდით და ტოქსიკურობა შემოიტანა თქვენ საქმიანობაში, არ ინერვიულოთო გეუბნებათ სამყარო, პირიქით დამკაში გავდივართ, გოგოებო, ბიჭებო, პირიქით უფრო მეტი შემოსავალი და მეტი გარღვევა იქნება. კარგით, აბა მეორე ხაზი, მესამე დღე და ახალი კარგი ამბები მოგივათ, მოლაპარაკება, ის ბაღი რას ნიშნავს, ჰარმონიას ნიშნავს, ხო? ისევ ჰარმონია, ისეთი ჯერ თქვენი შვილებიდან შემოვა ეს და შვილიშვილებიდან ეს ჰარმონია და მერე კიდე ისეთი ხალხი დაგიდგებათ გვერდში, რომ აი კი წარმოგედგინათ, მაგრამ ისე არა, როგორც წარმოგედგინათ, მიხვდით ხო?
აი აქ დაჯდა ვიღაცას რაღაცა გაუცრუვდა, ვინც ესე იგი სამყარო გვეუნება, ვინც ჩემს და თქვენს საქმეში ცხვირი ჩაყო ხო, ხმლები ჩაგვირჭო ხო, უყურეთ, ესე იგი აქ არ გამოუვიდა მეტოქე ამოვიდა, მიხვდით ხო? მეტოქე ნებისმიერ საქმეში არსებობს და სიტუაციაში მარტო ქალის და კაცის ურთიერთობაში არა. აი უყურეთ ეხლა რა ვთქვი მე, ზუსტად აი ეხლა ელოდება როგორ ჩავარდით, როგორ ჩაგივარდათ და გაგიფუჭდათ სიტუაცია, რომ ვეღარ იპოვით გამოსავალს, მიხვდით ხო? და სამყარო რას ამბობს პირიქით, ადექი იმუშავე. ნახე ჰარმონია, მოლაპარაკება, ყველაფერი შენთან მოდის გოგოებო, ბიჭებო. მიხვდით ხო? ეხლა ვნახოთ დავაზუსტო აი ამ მტრებს კიდე რა მოუვათ. თვითონ ესე იგი მოტყუდნენ რა თქმა უნდა, თვითონ აღარ აქვთ დაცვები. თან რა არის იცით? ჩუმად იყურებიან უკნიდან და თან ეშინიათ, მიხვდით ხო? ეშინიათ. აი უყურეთ რა იქნება და ჩვენი გამარჯვება იქნება ჩემო გამომწერებო. ვინც ტატუებითაც მიცანით მე ვარ. არ შეგეშინდეთ, გამოიწერეთ არხი. და მადლობთ ყურადღებისთვის, რომ წერთ კონკრეტულად უკვე ეს თემა რომ მოხდა, ორი სიტყვით ვიტყვი, იმიტომ რომ ეს საჭიროა ჯერჯერობით, რომ აი ბანკის ანგარიშზეც მომწერეს გოგოებმა, ბიჭებმა, გუშინაც რომ აი ნინია ეს თქვენ ხართ ხო? აი ეს ესეთი კორექტულობისთვის ყოჩაღი, იმიტომ რომ მე ყოველთვის უფალს მადლობას ვეუბნები, რომ ესეთი გაგებულები და კარგი გამომწერები მყავხართ. წინსვლა გვექნება მეგობრებო, ჩვენ გვექნება ინტერნეტი, ვარსკვლავი გინდა მოვწყვიტავთ, მიხვდი ხო? წინსვლა, ლიდერები მოგვისმენენ და ლიდერებიც ვიქნებით ჩვენ საქმეში, შეიძლება კერძი ისე მოამზადო სახში რომ მართლა ლიდერი იყო და აი ძალიან ყველა კმაყოფილი იყოს ხო? აი ვის რა სიტუაცია გაქვთ ჩემო მეგობრებო? აი ესე გაბრწყინება გვაქვს, გაბრწყინება არ შეგეშინდეთ, უფრო მეტად გამოჩნდებით, ვიდრე აქამდე ჩანდით. ნამდვილად ნახეთ, გვერდში დგომა, ხალხის გვერდში დგომა, ეს კიდე მაღალი სამყაროა, კიდე გეტყვით, 6-იანი პენტაკლი, 9-იანი პენტაკლი, ვარსკვლავი, გზების გახსნა, განვითარება, 0-დან ახლის დაწყება, დაწყებულის წინსვლა, გაფართოება, ასე ვთქვათ, მიხვდით ხო, ფინანსების შემოსვლა. უყურეთ, ნახეთ და სილამაზე ჯანმრთელობა და აი ყველაფერი კარგი გოგოებო, ბიჭებო. აი ეს გველოდება ჩემო კარგებო, არ ინერვიულოთ და ეხლა დარიგება მინდა ვნახო ერთი წუთით, დარიგება. რას დაგვარიგებს სამყარო? გვიყვარდეს ერთმანეთი, გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს, მტრებს ყურადღება არ მივაქციოთ, ჩვენ ბოროტი საქმე არ გავაკეთოთ, კარმაში მინუს ნუ დავიწერთ და ჩვენს ცხრათაობას ნუ მოვიწამლავთ, ხო? გააგრძელეთ ჩემს პირველ არხზე ტარო ნინიაზე წმენდები, რა თქმა უნდა, იქ ჩარიცხვებიც იქედან იქნება ისევ გამოსყიდვები, ჯერჯერობით ისე მოქმედებს, მეგობრებო, არ ინერვიულოთ. ესე იგი ვინც იწმინდებით ნამდვილად კარგ გზას ადგახართ, უყურეთ, იწმინდება აურა, იწმინდება თქვენი ფიზიკურობა, იწმინდება სულიერება, თავი, გონება, מחვილობა და ასე შემდეგ. ახალი გზები, ახალი ურთიერთობები, ახალი საქმე, ახალი სიყვარული, ყველაფერი ახალი, მიხვდით ხო, თბილი, ტკბილი და ყველაფერი კარგით სავსე. მე გახლავართ ნინია. აი ეს მოკლე ჩართვა გავაკეთე და მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, არ ინანებთ. მიყვარხართ ძალიან დროებით.